ამერიკის საელჩოს განცხადება არის დასტური იმის, რომ ოცნების მცდელობა თეთრი საფრის პროტოკოლური მილოცვა პოლიტიკურ განცხადებად გაასაღოს არის სრულიად ფუჭი განცხადება, რომელიც ამერიკის საელჩოს არ გაუზიარებია განსხვავებით სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებისგან, რომელიც ნამდვილად პოლიტიკურ გზავნილებს შეიცავდა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამერიკის საელჩოს ეს განცხადება არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ არანაირი გადატვირთვა ივანიშვილის რეჟიმთან ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არ იქნება, მანამ სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ შეასრულებს იმ პირობებს, რომელსაც მას უსახავს ცივილიზებული სამყარო და როგორც ამ ცივილიზებული სამყაროს ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატები და რაც მთავარია ქართველი ხალხი. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება ხას უსვამ და ახალი თავისუფალი სამართლიანი საფრანგეთის